ქართულ საზოგადოებას ახლა შეიძლება უნდა ჩხუბი. ზოგადად ანუ ჩვენ არჩევნები მაგალითად ოპოზიციური ამორჩეველი ძირითადად იყო ამორჩეველი რომელიც იძახდა რომ მე ხმას ვაძლევ ადამიანს რომელსაც ზუსტად ვიცი რომ პარლამენტში არ შევა და მე ვამბობდი რომ მე არ ვარ ეს ანუ მიუხედავად იმისა რომ აი როგორც ახლა შენ მეუბნები ვერ გზნობ შენ პულსის ცემასო იქით ამ ხარეს ეს ფორმულას ეთერში რომ დამებარეს ისინიც მეუბნებოდნენ რომ შენ ვერ გზნობ პულსის ცემასო შენო ხოცებთანო არ გამორიცხავ თანამშრომლობასო შენო მათი დახოცვა არ გინდაო აი ჩვენო ის ვარ ხალხი ვართ ვინც მათი განადგურება გვინდაო ხო და მე არ მინდა სიმართლე გითხრა არც ხოცების განადგურება არ მინდა არც მეორე მხარის განადგურება არ მინდა მე გამოვრიცხავ რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია 1 მილიონმა კაცმა განადგუროს არ გინდა გეტყვი ახლა პოლიტიკური განადგურება მე გამოვრიცხავ გეტყვი ახლა ნახე მე გამოვრიცხავ რომ ამ ქვეყანაში 1 მილიონმა კაცმა 9 მილიონი კაცი გაანადგუროს მე მინდა შემრიგებლობა როდესაც აი ჩხუბს მორჩებიან და როდესაც დაიღლებიან ამ ხელების ქნევით, როდესაც უფრო დიდი საფრთხე გამოჩნდება, მე მინდა ვიყო ადგილი, რომელსაც ყველას ეცოდინება, რომ სულ შერიგება უნდოდა. და მიუხედავად იმ ცდუნებისა, რომ ეუბნებოდნენ, რომ შენ კარგად არ გესმის, რომ ხა ჩვენ ჩხუბის ხასიათზე ვართ. შენ რაღაცას ახლა ტოვებ, კარგად არ უყურებ ხალხის ნებას. შეიძლება ვუყურებდე, შეიძლება ხედავდე, რომ ჩხუბი უნდათ, მაგრამ მე არ მივყვები ხალხს იმაში, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ. მე ხალხს მხოლოდ იმაში მივყვები, როდესაც შერიგება მოუნდებათ. ვიღაც უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში, ვისაც იმის ავტორიტეტი ექნება, რომ მოჩხუბარი მხარეები შეარიგოს იმითი, რომ ორივეს მხოლოდ იმიტომ ეჩხუბებოდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ არ რიგდებოდნენ.